მზია ამაღლობელი საქმესთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ თქვენ? პოზიციებს ახლა არ დავაფიქსირებ ქალბატონ მზიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმე არის დაწყებული ამ საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. დასრულდა უკვე მიუსაჯეს 2 წელი. ხო, არასწორი იქნება ჩემგან პოზიციის დაფიქსირება, მე ვარ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი დღეს. მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე და ჩემგან არასწორი იქნება ახლა კომენტარებს კეთება ამ თემაზე. თუმცა ქართულ ოცნებას წარმოადგენთ თქვენ და საფრთხეს ხედავთ მზია ამაღლობელის თავისუფლებაში? გითხარით უკვე მასთან დაკავშირებით. ჩემგან პოზიციის დაფიქსირება იქნება არასწორი, იმიტომ რომ ეს არის სისხლის სამართლის ფარგლებში მიმდინარე საკითხი. როგორც მოქალაქე თქვენი პოზიცია რა იქნება? როგორც მოქალაქე მე ვნახე შემიძლია ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო. ტელევიზიით ვნახე, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს მოქალაქემ, მე მაშინ არ ვიცნობდი, არც ვიცოდი ვინ ქალბატონი მზია. უბრალოდ ტელევიზიით ვნახე, რომ სილა გააწნა ერთმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს. რომელიც შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული? არ ვიცი, მე არ მიმიღია მონაწილეობა საგამოძიებო პროცესებში. ძალიან რთულია ხა ჩემგან. მე შრალად გეტყვით, რაც ვნახე. ტელევიზიით ვნახე, რომ სილა გააწნა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს. ამავე დროს ტელევიზიით თქვენ თუ გინახავთ პოლიციის წარმომადგენლები, პოლიციელები, ნიღბიანები, რომლებიც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ასახიჩრებდნენ, თავის მომტრევითაც კი იყო მცდელობა. არ მინახავს, იმიტომ საერთოდ მხოლოდ სამხრივად ეცნობით ინფორმაციებს. ძალიან იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს, იმიტომ რომ 24 საათი ჩართული ვარ. თუმცა მზია ამაღლობელის ინციდენტი გინახავთ. საკმარისია, გითხარით უკვე საკმარისია, მე მგონი. თქვენ გითხეთ, მე ვარ გარანტი რომ მერია დამთავრდა. მე ვარ მაგის გარანტი. თქვენ გითხეთ ქალბატონ მზიასთან დაკავშირებით, გითხარით რომ ვნახე ეს ფაქტი. და რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, როცა პოლიციელები ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს? ესე ნახეთ, შეიძლება ძალიან შორს წავიდეთ. მე შემდეგი კითხვა დაგებადებათ, შემდეგი და ესე გაგრძელდება უსაზღვროდ. ელაპარაკე, ეჩქარება. გითხარით ერთ კითხვაზე გაგეცით პასუხი.